2015 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურებიდან 11 წელი გავიდა. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ლოცვა კურთხევით სასულიერო პირებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ღვთისმსახურება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა შალვა კეკელია მაღასრულა. თანამსახურებდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი და ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. 11 წლის წინ 2015 წლის 13 ივნისს მოხდა სტიქიური უბედურება თბილისში, წყალდიდობა მოხდა ღამის საათებში და ესე იგი მრავალი ადამიანი გარდაიცვალა. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადა, დაზიანდა 200-მდე ოჯახი, 1000-მდე მოქალაქე. იმ დღეებში ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ ასევე იყო სამოქალაქო ერთობა ერის და ბერის, რომელიც ხარდახარ შრომობდნენ ამ რთულ მომენტში. იყო ერთობა, რაც გვჩვევია ქართველებს, რომ გასაჭირის ჟამს განსაკუთრებულ ერთობას ვიჩენთ. დღევანდელი დღე და საერთოდ ესეთი სტიქიური უბედურებები რომ ხდება, განსაკუთრებულად აღიქმება ადამიანის მიერ, განიცდება, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო აი ამ მოვლენის მსხვერპლი და ამიტომ ყველა ჩვენგანი ვაიგივებთ და ვხედავთ და პირადად ვგრძნობთ ამ ტკივილს და ტრაგედიას. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა შიო მესამის ლოცვა კურთხევით გადახდილი იქნა პანაშვიდი გარდაცვლილი ადამიანების სულის მოსახსენებლად. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, რომ გახსოვთ ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები და იზიარებთ ჩვენს მწუხარებას. დიდი მადლობა ყველას, ქალაქის ხელისუფლებას, თქვენ და ყველას, ვინც დღეს მოვიდა და გაიხსენა ეს ადამიანები. დიდი მადლობა ყველას, მერთმა დაგლოცოთ. 2015 წლის 13 ივნისი დღე, რომელიც ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის, გვახსოვს რა საშინელება დატრიალდა დედაქალაქში, რამაც მოიტანა ადამიანების გარდაცვალება, გავკარგეთ ათეულობით ადამიანი, რამდენიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, თუმცა ამავე დროს იყო ერთობის, გაერთიანების, ერთადგომის სიმბოლო, სადაც ჩვენ ნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსულები შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით როგორ ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. 2015 წლის 13 ივნისი, რა თქმა უნდა, წარუშლელი თარიღია თითოეული ჩვენთაგანისთვის. დედაქალაქში ეს ტრაგედია, რომელიც დატრიალდა წყალდიდობის შედეგად და დაიღუპა უამრავი ადამიანი, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გამოვხატავთ, პატივი მივაგეთ, ვილოცეთ მათი სულების მოსახსენიებლად და მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დღემ, რა თქმა უნდა, როდესაც ტრაგედია მოხდა და ძალიან მძიმე იყო, ყველა სამოდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დედაქალაქი და მთელი საქართველო გაერთიანდა ამ ტრაგედიის გარშემო და ყველანი ვიყავით ერთიანები და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და ვისურვებდი, რომ მარტო ესეთი ტრაგედიები და ესეთი მძიმე დღეები არ გვაერთიანებდეს ერთმანეთთან და აუცილებელია ერთობა ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად და ყველა ეს ადამიანი, რომელიც წავიდა, ყველა სული ღმერთმა გაანათლოს. 2015 წლის 13 ივნისს სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 2 პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია კი თითქმის მთლიანად განადგურდა.